სამტრედიის სოფელ იანეთის მოსახლეობა მდინარე გუბის წყალზე ინერტული მასალის მოპოვებას აპროტესტებს. ადგილობრივთა თქმით, კომპანიები, რომლებიც სოფლებში სამუშაოებს აწარმოებენ, უსაფრთხოების ზომებს არ იცავენ, რითიც მათივე ინფორმაციით მოსახლეობას და გარემოს პრობლემები ექნებათ. მოსახლეობის განმარტებით მდინარეზე ტრაგიკულმა შემთხვევებმაც იმატა, უფრო კონკრეტულად კი რა პრეტენზიები აქვთ ადგილობრივებს და რასაც ცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც მდინარე გუბის წყალზე სამუშაოებს აწარმოებენ. ნახეთ ირაკლი აკობიას და დავით ლორთქიფანიძის რეპორტაჟი იანეთიდან. სამტრედიაში მდინარე გუბის წყლის კალაპოტში უკრაინული კომპანია ალტკომი და ჩინური კომპანია სინოჰიდრო ინერტული მასალის მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილობრივების განცხადებით აღნიშნული კომპანიები უსაფრთხოების ზომებს არ იცავენ, რის გამოც მოსახლეობას პრობლემები ექმნებათ. როგორც სოფელ იანეთის რწმუნებულის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, მდინარე გუბის წყალზე ხრეშის მოპოვებისას უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, რის გამოც ადიდებულმა გუბის წყალმა ის გზა მიიტაცა, რითიც ადგილობრივი მოსახლეობა მათ საკუთრებაში არსებულ სასოფლო მიწის ნაკვეთებზე გადადიოდა. არსებული პრობლემის გამო მოსახლეობის ნაწილი მოსავლის აღებას ვერ ახერხებს. მოსახლეობის განცხადებით სოფელში უბედური შემთხვევების რიცხვმაც იმატა. Მთლიანად გზაც წაღებულია ძალიან დიდ მონაკვეთზე და ეს ბეტონის მილებით აგერ არის მოსილულია ფაქტიურად უკვე სანახევროდ. Ხოლო საყანეში მისასვლელი გზები ფაქტიურად არ არსებობს და მოსახლეობა წლის მოსავალს ვერანაირად ვერ გამოიტანს, არ არსებობს გზა, რო გამოიტანოს, არ ვიცი ზურგჩართნებით თუ გამოიტანს, თორე სხვანაირად ვერანაირად ვერ მოახერხებს თუ გზა არ აღდგა, რამენაირად მაინც. 6 მოტორს 6 მეტრო ამოაქვს სირმე კოშის ასია საერთოდ. გადაეშვა ხარი და ურემი ბოშები უჯდა და გული გაუსხდა საწალს. ჩაეძინა ბოშები კიდევ სულ გადაარჩინა, მე ყველა იგენის ეიქცნობოდნენ აუცილებლად. ტერიტორია, სადაც კომპანია ალტკომი და სინოჰიდრო სამუშაოებს აწარმოებენ, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივების განმარტებით იმის გამო, რომ სოფელში სატვირთო მანქანები ინტენსიურად გადაადგილდებიან, სოფლის მთავარი გზა და ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ეს პრობლემებია ჩემი ისა, რომ ჩამოვარდა, ჩამოიყარა ეს ამ მანქანების ზიანი, ესაა და ასევეა ირგვლივ მთელს იმაზე დაბზარულია მთელი სახლი. ზამთარში არ ვიცი როგორ გავწევთ. კომპანია ალტკომი სამტრედიაში უკვე მეორე წელია მოღვაწეობს. როგორც მისი წარმომადგენელი აცხადებს, კომპანია იძულებულია სოფლის მთავარი გზით ისარგებლოს, რადგან ნედლეულის გატანა მხოლოდ აღნიშნული გზითაა შესაძლებელი. კომპანია ვალდებულებას იღებს დაზიანებული გზა უახლოეს მომავალში აღადგინოს. ჩვენ სამტრედია გრიგოლეთის გზას ვაშენებთ. ამ ტერიტორიაზე უკვე მეორე წელია ვმუშაობთ. ყოველთვის პოულობდით საერთო ენას ადგილობრივ მცხოვრებლებთან. პრობლემები არ ქონია. ჩვენ ამ გზას ვუვლიდით. კონტრაქტის თანახმად ჩვენ ამ გზას ასევე უნდა მოემსახუროთ, რომ ტრანსპორტთან დაუპყრობლად შეძლოს გავლა. თუმცა ახლა ინერტული მასების მოპოვების ამ ადგილას ერთობლივად სხვა კომპანიასთან ერთად ვმუშაობ. ეს არის ჩინური კომპანია სინოჰიდრო. ჩვენ ერთად ვუვლით ამ გზას და სარემონტო სამუშაოებს ჩავატარებთ. თუ რაიმე დეფექტი არის, ჩვენ ვალდებულები ვართ ეს გავაკეთოთ. ახლა დეპარტამენტთან და ინჟინერებთან ერთად შესაბამისი ოქმი შევემუშავეთ და სექტემბრის შუა რიცხვებამდე ამ ყველა დეფექტს აღმოვფრით. კომპანია ალტკომისა და სინოჰიდროს მიერ წარმოებული სამუშაოებით გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურიც დაინტერესდა. მათ მოსახლეობის თხოვნით მიმდებარე ტერიტორიებით შეისწავლეს და შესაბამისი დარღვევებიც აღმოაჩინეს. როგორც გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში აღნიშნავენ, კომპანია ალტკომთან დაკავშირებით საქმის შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს. რაც შეეხება სინოჰიდროს, მათ გარკვეული ჯარიმებიც დაეკისრათ, რადგან წიაღის მოპოვებას უსაფრთხოების ნორმების დარღვევითა და უკანონოდ ახდენდნენ. სამთო მინაკუთვნების დათვალიერების შედეგად დადგა ლიცენზიის პირობის დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სასამართლოში გაიგზავნა შესაბამისი მუხლებით შედგენილი ადმინისტრაციული ოქმები და მისი თავმდევი მასალები. აგრეთვე დადგა მნიშვნელოვანი ზიანი, ეს იყო მიწის დეგრადაცია და წიაღის უკანონო მოპოვება. სოფელ იანეთის მოსახლეობა მდინარე გუბის წყალზე ინერტული მასალების მოპოვებითი სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით აქცია არაერთხელ გამართა. მათი თქმით, თუ კი კომპანიები უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად არ დაიცავენ, პროტესტის სხვა ფორმას მიმართავენ.